ეს არის ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ გახდეთ წარმატებული ტრეიდინგში და ინვესტიციაში. მეგობრებო, ყველა ეძებს უმოკლეს გზას და უადვილეს გზას იმისთვის, რომ გააკეთოს ფული ტრეიდინგში ან ინვესტიციაში. რატო აკეთებს ამას უდიდესი ნაწილი? იმიტომ, რომ მათ ეზარებათ გააკეთონ ის, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ისინი გახდნენ მომგებიანი ტრეიდერები ან ინვესტორები და ისინი ყოველთვის ეძებენ ესე ვთქვათ shortcuts, ანუ მოკლე გზას იმისთვის, რომ გააკეთონ ფული. მე ამ ვიდეოში განახებთ ყველაფერს, ზუსტ ციფრებს დაგისვავთ თუ რა შეიძლება გააკეთო იმისთვის, რომ გახდე შენ მომგებიანი ტრეიდერი და რა მოხდება იმ შემთხვევაში, შენ თუ შეეცდები იმას, რომ გზა გადაჭრა, ესე ვთქვათ, თავი არიდო იმ ყველა აუცილებელ ფაქტორს, რაც უნდა გაიარო იმისთვის, რომ ფულის გაკეთება შეძლო, გინ ტრეიდინგში, გინ ინვესტიციაში, ამ ყველაფერს განახებთ რეალური ციფრებით და მე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, გააგრძელებთ იმ მოკლე გზის პოვნას თუ გაითავისებთ იმას, რომ საჭირო არის, ესე ვთქვათ, დროის ინვესტიცია, ენერგიის ინვესტიცია, ფულის ინვესტიცია და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ შენ გააკეთო ფული ტრეიდინგში და ინვესტიციაში. მოდი მეგობრებო, პირდაპირ გადავიდეთ ახლა ერთ-ერთ საიტზე, რომელიც არის, ესე ვთქვათ, FTMO პლატფორმა. აგიხსნით რა არის ეს და სანამ ამას განვიხილავთ, კიდევ აუცილებლად უნდა განვიხილოთ სიგნალ გრუპები და ესე ვთქვათ, სიგნალ გრუპები და ახალი ესე ვთქვათ, კოპი ტრეიდინგი, რაღაც ალგორითმებზე ვაჭრობა და აშენ. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. დიდ ინსტიტუტებსაც კი აქვთ თავიანთი ესე ვთქვათ, რაღაც ალგორითმზე მოვაჭრე კომპიუტერები, რომლებიც ესე ვთქვათ, ავტომატიურად იღებენ პოზიციებს, მაგრამ ისინიც არ არიან 100%-იანი ავტომატიურები. იქაც ყოველთვის ტრეიდერები ზიან და იქაც ყოველთვის უნდა იყო ღილაკებზე და შენ თვითონ უნდა მართავდე იმ ყველაფერს, იმიტომ რომ შანსი არ არის, რომ ესეთმა ალგორითმმა გააკეთოს ფული და დაგიფიქსიროს მონგება. იმიტომ რომ მარკეტი და ბაზარი ყოველ წამს იცვლება, ყოველ წუთს სხვადასხვა ბაზარია და აუცილებელი არის, რომ ტრეიდერი იყოს ფლექსიბელური. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, ყოველთვის უნდა დავუსვათ თქვენ თავს ასეთი შეკითხვა ხოლმე, რომ ესეთი ადვილი რომ იყოს ფულის გაკეთება, აი შე რო შეხვიდე, ესე ვთქვათ, შე რომ იყიდო რაიმე ბოტი, ან რომ იყიდო რაიმე ალგორითმი, იქ რო გააკეთო ინვესტიცია, შენ ყოველთვიურად აკეთო მოგება, სადმე სიგნალ გრუპში რო შეხვიდე და იქ ავტომატურად აკეთო, ესე ვთქვათ, მოგება და შემდგომ ეს ყველაფერი ესეთი ადვილი რომ იყოს, რატომ გონიათ, რატომ შეიძლება მაშინ 90 რატომ შეიძლება მაშინ იყოს ისე რომ 90% ტრეიდინგში და ინვესტიციაში აგებს ფულს და კარგავს ფულს და მხოლოდ 10% აკეთებს ფულს. რატომ ხდება ეს ყველაფერი? მე გეტყვით პირდაპირ. პასუხს ხდება, იმიტომ რომ ის 10% არ არიდებს თავს იმ ძნელ დღეებს, იმ გასაჭირს, იმ პასუხისგებლობას, რაც არის საჭირო რომ გაიარო, იმისთვის რომ გახდე მომგებიანი ტრეიდერი ან მომგებიანი ინვესტორი და ასე ვთქვათ, ისწავლო, რაც არის საჭირო იმისთვის რომ შენ ფული გააკეთო ფინანსიურ ბაზრებზე და არ მოხვდი იმ 90%-ში, რომლებიც აგებენ ფულს. მეგობრებო, გეტყვით რომ პირდაპირ გეტყვით რომ აი ძალიან ბევრს ხედავ უცხოურებსაც და საქართველოში მომრავლდა ეხლა რომ live trading-ი, live-ში რაღაცებს ანახებენ, short და longs რო შედიან ეგრევე market order-ებით, ან რო ცდილობენ რომ ანუ რაღაცა დაამტკიცო და ასე შემდეგ, ანუ შენ თუ იმას საზღვრავ რომ ანუ აი შემოდი მე განახებ live-ში როგორ ვაჭრობ და ასე ამის დამტკიცება თუ გჭირდება, შენ უკვე დიდი პრობლემა გაქვს და შენ აზრზე არ ახარ ტრეიდინგს. ეგ და მაგაში შევთანხმდით უბრალოდ და მით უმეტეს, როცა 1-2 წელი ხარ ესე ვთქვათ ამ ბაზარზე და გონია რომ შენ ხარ ტრეიდერი, მეც როცა მეგონა რომ ტრეიდერი ვიყავ, ზუსტად მაშინ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაშინ მაწნავდა სილას ბაზარი და მაშინ ვკარგავდი ხოლმე უდიდეს თანხებს. ზუსტად ესეთ ადამიანებს უნდა ვფრთხილდეთ ხოლმე მეგობრებო, იმიტომ რომ მინიმუმ 4-დან 5 წლამდე გჭირდება იმისთვის, რომ შენ გახდე მომგებიანი ტრეიდერი, ანუ მუდმივად მომგებიანი ტრეიდერი და დაიწყო სოლიდარული თანხების გაკეთება ბაზარზე, მაგრამ სანამ ყველაფერს მიაღწევ, რა თქმა უნდა, გაიარო ბევრი ნაბიჯები, მე განახებთ ამ ნაბიჯებს, რაც მე გამოვიარე, რა თქმა უნდა, და განახებთ იმ ნაბიჯებსაც, როგორც ესე ვთქვათ, სხვები ცდილობენ, რომ ამ მოკლე გზებით, ამ ნაბიჯებს ესე ვთქვათ, თავი აარიდონ და გახდნენ რაც შეიძლება მალე მომგებიანი ტრეიდერები. კიდევ გაგაფრთხილებთ იმას მეგობრებო, რომ სოციალური მედია არის საშინელება, ნახეთ, მე ვერ ვიქნებოდი დღეს იქ სადაც ვარ, თუ არ დაუშვებთ იმ შეცდომებს, რასაც თქვენ ახლა უშვებთ, ვინც უშვებს,
და ვერ ვიქნებოდი დღეს ამ ადგილას და ვერ ვიქნებოდი მომგებიანი ტრეიდერი და ვერ გავაკეთებდი იმას, რაც ვაკეთებ ახლა, რო არ მყოლოდა მენტორები. მაგრამ ამ მენტორებშიც მე ძალიან დიდი თანხები მაქვს დაკარგული და 90% ჩემი მენტორების იყვნენ ფეიკები. ანუ მათ ისინი აზრზე არ არიან ტრეიდინგის, ეხლაც რო ვუყურებ ხოლმე მათ აკაუნტებს, ან შევდივარ მათ მესჯებს და შემდეგ ეხლა რო ვუყურებ ჩემს ცნობიერებს, რაც ის ცნობადობა რაც დღეს გამაჩნია და მე ვუყურებ ხოლმე რეებს მწერდნენ ისინი რას აკეთებენ ისინი და შემდეგ მინდა გითხრათ რომ არაფრის აზრზე არ არიან. მე გამიმართლა რომ ვცხოვრობ ესე ვთქვათ ჰოლანდიაში, ჰოლანდიაში ვთქვი ბელგიაში, მაგრამ ბელგიაში ლაპარაკობენ ჰოლანდიურს, ანუ მე ჰოლანდიელებს ჩვეულებრივად მესმის და ხშირად მithქვენ რომ მე გამიმართლა იმაში რომ აქ ვცხოვრობ და ესე ნავიცი რატო? იმიტომ რომ ისტორიასაც რო გადავხედოთ, მეგობრებო, ჰოლანდია იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ეკონომიაში თავის დროზე. მათი კურენციც, მათი ესე ვთქვათ, ფულიც იყო ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოში, როგორც ხო მაგალითად დოლარი და ამერიკა არის. და პირველი აქცია ფურცელზე გაიყიდა ამსტერდამში, ამსტერდამის ბირჟაზე, ასე რომ აქ არის იმის განვითარება და იმის ცნობადობა, რომ ანუ სწორად რო ისწავლე ეს ყველაფერი და მე გამიმართლა რომ მე ამათი ენა მესმის და ამათგან ვსწავლობ ყველაფერს. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. რაზე მინდა გადავიდე პირდაპირ არის ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაზე რატო დავიწყე ლაპარაკი, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ჩანს ადვილი. მე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ აა ერთი ესეც ძალიან ლამაზი და კარგი გამოთქმა არის ტრეიდინგში, რომ ყველაზე ძნელი მანერა იმისთვის, რომ გააკეთო ყველაზე ადვილი ფული არის ტრეიდინგი. არ არის ადვილი, არის ძნელი, მაგრამ როცა ერთხელ რო ისწავლი ამ სკილს და მე რო იცი რას წაკეთებ, ძალიან ადვილი აქ ფულის გაკეთება. მაგრამ როცა სოციალურ მედიაში ხედავ ხოლმე ძალიან დიდ ჰაიპს და ძალიან დიდ მანიპულაციებს ხოლმე, რომ ვიღაცა ძალიან დიდი თანხით ვაჭრობს, 5,000 გააკეთა, 500 გააკეთა და შემდეგ მეგობრებო ყოველთვის დაფიქრდით ხოლმე რას აკეთებთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ვაჭრობენ, ეს ხალხი ვაჭრობს funded აკაუნტებზე. რა არის ეს funded აკაუნტები? ახლავე განახებთ და ყველაზე მთავარი და ყველაზე საშინელება რაც არის და რასაც უნდა ერიდოთ ყოველთვის არის ის, რომ სიგნალ გრუპებში იჯდეთ. იმიტომ ნახეთ, სიგნალ გრუპები ჩემთვის ახლა მაგალითად ძალიან ბევრს უთქვია მეგობრებო, სკრინებით შემიძლია დავდო, არა მარტო ქართველების, არამედ უცხოელების, ვინც აქ არიან, იმიტომ რომ Instagram-ს ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ეს ჩემი მეორე Instagram-ი, ადრე მქონდა კიდე Instagram-ი, სადაც ბევრი ფოლოვერი მყავდა, მაგრამ წაშლილი მაქვს, ეს Instagram-ი მაქვს 2023 წლიდან თუ არ ვცდები. წერენ რომ 25,000 მოგცემ, 30,000 მოგცემ, 15,000 მოგცემ, ივაჭრეთ შემაგივრად და მოგება გავიყოთ. ანუ ძალიან ბევრი ადამიანი თხოვს ამ ყველაფერს, ძალიან ბევრი მთხოვს გავაკეთო სიგნალ გრუპი, მაგრამ არ უნდათ მათ რომ მისწავლონ რა არის ტრეიდინგი და როგორ უნდა ივაჭრო. მე კიდე სხვის ფულს 100 წელი არ მოვკიდებ ხელს ტრეიდინგში. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, ჩემთვის მე რომ ვიყო ფულზე ფოკუსირებული და ხალხის მოტყუებაზე, ყველაზე მარტივი ფულის გაკეთების საშუალება არის სიგნალ გრუპი. იმიტომ ნახეთ რა ხდება, რომც აზრზეც რომ არ ვიყო ტრეიდინგის, ამას აკეთებს ყველა. ვისაც სიგნალ გრუპები აქვს, 95% შემიძლია თავი დავდო, რომ აკეთებს მაგას. მით უმეტეს როცა მიდის forex trading-ზე ან აქციების ტრეიდინგს. იმიტომ რომ ამერიკაში ეს სფერო მაინც განვითარებული არის და ძალიან ბევრს აქვს იმის რა ქვია, სიგნალების ჩატები, მაგრამ რატომ ვამბობ რომ ეს არის ჩატი, იმ ჩატს ვინც აფლობს, იმისთვის ყველაზე ადვილი ფული იმისთვის რომ გააკეთოს, რომც არ იცოდეს ტრეიდინგი და ტრეიდინგს ასეც რომ არ იყოს. მეგობრებო, მათ უბრალოდ ისინი ზიან უბრალოდ სხვა გრუპებში, სადაც აკოპირებენ ამ ტრეიდერს და უბრალოდ დებენ თავიანთ გრუპებში და ამაში აკეთებენ ფულს, მაგრამ შენ ამით არაფერს არ სწავლობ. რატო ვიცი მე ეს, რა თქმა უნდა, მოგონილი არ მაქვს. მე ყველაფერი მაქვს გამოცდილი, დამიჯერეთ რომ აბსოლუტურად ყველაფერი მაქვს გამოცდილი. სიგნალ გრუპებში ვიცავ არ ნაჯდომი ფულიც მაქვს მიცემული ტრეიდერების, ვინც თვითონ ჩემს სივაჭებნა შენ, ანუ რაც კი სიგიჟე შეგიძლია მოიფიქრო, ყველაფერში ფული მე მაქვს გადახდილი, ყველაფერში. სწავლაში და მე საერთოდ ტრეიდინგში რამდენი ფულის მაქვს დაკარგული, აღარ ვიხსენებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მიწუხდება ხოლმე გული, მაგრამ გავთხრებთ რომ ეს ყველაფერი არ გამოგადგებათ. ჯობია ისწავლო როგორ ითევზაო, ვიდრე თევზი მოგცენ, იმიტომ რომ შენ როცა გეცოდინება ეს სკილი, რამდენიც გინდა ესე ითევზავებ, სადაც გინდა ესე ითევზავებ, გინდა მემიკოინებს ივაჭრებ, გინდა აქციებს ივაჭრებ, გინდა ფორექს ივაჭრებ, რასაც გინდა იმას გააკეთებ, მაგრამ ყოველთვის დაუსვით თქვენ თავს ის კითხვა. როცა ფულს აკეთებ, შენ თუ ვერ გაიცი შენ თავს პასუხს, როგორ გააკეთე ეს ფული,
დაიწყო რომ ეგ ფული არ არსებობს, იმიტომ რომ შენ თუ არის ფული როგორ კეთდება, ერთი-ორჯერ ყველა შეიძლება გაუმართლოს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დაკარგავ ფულს, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ნუ ეცდებით რომ სიგნალ გრუპები დააშენე გააკეთოთ ფული, იმიტომ რომ როცა ნახეთ, როცა საერთოდ ადამიანის ფსიქოლოგია ეს არის რა, როცა ადამიანი ერთხელ რაღაცას დასვავს, ქართულად რო ეძახით დასვა, მე რო უკვე ამ ადამიანის ჯერად ხოლმე. და შენ რო სიგნალ გრუპში შედიხარ 100 ტრეიდიდან 2 ან 3 რო იყოს კარგი, მაინც გეჯერებათ ამ ადამიანს, არ და ამ ადამიანს საერთოდ არაფერი არ იცის და უბრალოდ სხვა გრუპებიდან გადმოაქვს ხოლმე ესე ვთქვათ ეს სიგნალები, ასე რომ გირჩევთ რომ ისწავლოთ თევზაობა, ყოველთვის დავუსვათ თქვენ თავს კითხვა რომ როგორ გავაკეთე ეს ფული და მეც მინდა ვისწავლო როგორ კეთდება ეს ფული და ასე. მოდი ახლა გადავიდეთ პირდაპირ საინტერესო რაღაცებზე, რა არის საერთოდ ფუნე ტრეიდინგი, რაც სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად არის და ესე ვთქვათ ყოველთვის რა თქმა უნდა, რატო აკეთებ ამ ყველაფერს და რატო საუბრობ ამ ყველაფერზე? იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ამ ყველაფრის ხვერპი. როცა დავინახავდი ვიღაც 2000 აკეთებ და 3000 იმას, ანუ მეც მინდა, რა თქმა უნდა. ეს ადვილად გიზიდავს, ადვილად მიმზიდველია, მაგრამ მე ფულს რო კარგავ, ფულს რო კარგავ, ან მე გადადიხარ მეორე ეტაპზე, ხვდები რომ სისულელია, მაგრამ შეგიძლია ვერ ამ გააკეთო, ან გამოხვიდე და ისწავლო, ან ისე ვაგრძელებ და რა თქმა უნდა, კარგავ ფულს. ხო, მოდი განვიხილოთ რა არის. ფუნე ტრეიდინგი ერთ-ერთი არის FTMO საიტი, მაგრამ ძალიან ბევრი არსებობს. და რატომ უნდა ერთოთ საერთოდ ფუნდენტ ტრეიდინგს? მე ფუნდენტ ტრეიდინგის არანაირად არ ვარ მომხრე, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ფულის მახი, არიან თუ არა, ვინც ფულს აკეთებენ, რა თქმა უნდა არიან, მაგრამ ჩემთვის არ არის ეს მისაღები, იმიტომ რომ მით უმეტეს დამწყებისთვის შენ აქ საერთოდ არაფერს არ სწავლობ, შანსი არ შენ აქ რამე ისწავლო. მოკლედ განვიხილოთ რა არის ახლა ფუნდენტ ტრეიდინგი, შენ შეგიძლია იყიდო რამოდენიმე ესე ვთქვათ აკაუნტი, აქ სხვადასხვა ენები არის. სხვადასხვა ენებიც არის და სხვადასხვა თანხითაც შეგიძლია ევაჭრო. ნახეთ ახლა რა ხდება. შენ შეგიძლია იყიდო 10000-იანი აკაუნტი, შეგიძლია იყიდო 25000-იანი აკაუნტი, 50000-იანი, 100000-იანი და 200000-იანი. ანუ შენ ამას ყიდულობ, იყდი თანხას 200000-იანი თუ იყიდე. აქ თანხა არ წერია, 100000-იანი ნახოთ. ცოტეთ თანხები წერს თუ ნაიწერს. 99. 200000-იანი აკაუნტი თუ იყიდე, მაგალითად ღირს $1080, 100000-იანი 540, 50000-იანი 350 და ასე. შეიძლება ერთ შეხედოთ ეს ძალიან მაგრად შეხედდეს და ძალიან მაგარი იყოს და ესე ვთქვათ შეიძლება შენ თქვა რომ ნახე 10000-იან აკაუნტს ვიყიდი 99 ევროს 9 ევროს ვიხდი წეს 155 ევრო არის ხოლმე შეიძლება თქვა რომ დავუმოკოლ 100 ევროს ხდი თუ ფაზაკრება არის 155 ღირს ხოლმე და შენ შეიძლება თქვა რომ აიცი რა გადავიხდი 99 ევროს 100 ევროს და მექნება 10000 შემიძლია ვაჭრო 10000. ნახე ახლა რა ხდება მეგობრებო, სანამ შენ ამ 10 ანუ შენ თავიდან იწყებ დემოზე და უნდა გაიარო ესე ვთქვათ ვერიფიკაცია. რა ხდება ამ ვერიფიკაციაში? პირველ ჯერზე, პირველი საფეხური არის რომ შენ უნდა გააკეთო ამ 10000-დან $1000, ეს არის 10%. ეს არის პირველი ჩალენჯი და მე არის ვერიფიკაცია, კიდევ უნდა გააკეთო დამატებით $500. ამ ვერიფიკაციის შემდეგ შენ გადადიხარ ესე ვთქვათ მესამე ნაბიჯზე, მესამე საფეხურზე, სადაც შენ უკვე გეძლევა ის $10000 და იმ $10000 შეგიძლია მაქსიმუმ $1000 დაკარგო. ეს $1000 თუ დაკარგე, შენი ესე ვთქვათ ყველაფერი მოარჩება და იმ აკაუნტს კარგავ. იმ შემთხვევაში თუ შენ დააფიქსირე მოგება, ანუ 10000 თუ გახადე 12000, სადაც 80-დან 90%-მდე მოგება გერიცხება შენ, ანუ $2000 თუ გააკეთე, იმ $2000-დან 80-დან 90%-მდე გერიცხება ფული, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. ამ ჩელენჯებს 90% ვერ გადის ეგ ერთი და ამ სისტემებში იმდენი რაღაც არის შეგნით გამომცხვარი სიღრმისეულად, რომ შენ ვერ გააკეთებ ფულს თუ არა ხარ ძალიან პროფესიონალური ტრეიდერი. და ხშირ შემთხვევაში, ანუ ესენი სულელები ხო არიან, ეს რაღაც გააკეთონ, ისინი ამით აკეთებენ ფულს, ეს არის ამათი ბიზნეს მოდელი. და რატო არ ვარ მე ესე ვთქვათ ამ ყველაფრის მხარდაჭერი და რატო არ მომწონს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შენ არაფერს არ სწავლობ. შენ თუ ახლა მაგალითად ხარ დამწყები, 1-2 ვიდეოს უყურე, 3-4 ვიდეოს უყურე, არ აქვს მნიშვნელობა, ან იყიდე ვიღაცისგან კურსს და შენ გონია თავი მაგარი ტრეიდერი და შენ იყიდე ესეთი რაღაც. 100% არის რომ 10 რო იყიდო, 10-ვე ჩელენჯს წააგებ და დაკარგავ ფულს. 1000-ში შენ კარგავ ესე ვთქვათ რამხელა თანხას 100 ევროს დავარგვალოთ, 10-ში კარგავ შენ 1000 ევროს. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. რაში გამოვიყენებდი მე პირადად ამ 1000 ევროს. ჯერ ვთქვათ ის, რომ
შენ აქ არაფერს არ სწავლობ, იმიტომ რომ შენი ფოკუსი არის, ნახე, უნდა დაუკვირდო ხოლმე შენ თავს, რომ რა სიტუაციაში როგორ ფიქრობ ხოლმე, როგორ რა საგრძნობ და ასე შემდეგ, იმისთვის რომ შენ გაიგო რა სორტის ტრეიდერი ხარ შენ. ამ შემთხვევაში მეგობრებო, ტრეიდერების 100% ხოლმე არის ფოკუსირებული ფულის გაკეთებაზე, ხო? ლოგიკური არის, შენ ყიდულობ ამ ესე ვთქვათ ჩალენჯს, იმიტომ რომ გააკეთო ფული. მაგრამ როცა შენ ფოკუსირებული ხარ ფულის გაკეთებაზე, შენ აუცილებლად წაკეთებ ფულს, როცა შენ არ იცი ტრეიდინგი. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება თავიდან ისწავლო ტრეიდინგი და მერე დაიწყო ესეთი რაღაცების გაკეთება და შემდეგ როცა ისწავლით ტრეიდინგს, ესეთი რაღაცები აღარ დაგჭირდება. საერთოდ აღარ გენდომებად სხვისი ფულით ვაჭრობა და ესე ვთქვათ, ამ რაღაც ჩელენჯების გასვლა. ეს რაც შეეხება მეგობრებო, ფუნდ ტრეიდინგს, ესეთი საიტი ძალიან ბევრი არსებობს კრიპტოსთვის, სხვათა შორის რამოდენიმე არსებობს მე როგორც ვიცი, მაგრამ არ არის იქ საკმარისი ფული იმისთვის რომ მივაჭრო და ესე ვთქვათ, შენი ორდერები არივსებ, ანუ შენ თუ გინდა იყიდო ან გაყიდო, ვერ ყიდი და ვერ ყიდულობ, იმიტომ რომ საკმარისი ვოლიუმი არ არის ხოლმე. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, ანუ შენ აქ კონცენტრირებული არ ხარ, ესე ვთქვათ, მოგებაზე, შენ აქ კონცენტრირებული არ ხარ სწავლაზე, პროცესზე, შენ აქ კონცენტრირებული ხარ მოგებაზე, რაც აუცილებლად დაგაკარგინებს ბოლოს და მე ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მომაქვს მეგობრებო. ეს ყველაფერი მე თვითონ არ მაქვს გამოვლილი და იმიტომ გეუბნებით მეც ამ ყველაფერს, რომ თქვენ თვითონ ესე ვთქვათ, ჩემი გამოცდილებიდან რაც შეიძლება მეტი თანხა დაძღო. რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ შენ გახდე მომგებიანი ტრეიდერი, ნახეთ ახლა რა ხდება, აქ რა თქმა უნდა კალკულატორებზეც გადავალ და ყველაფერს განახეთ მეგობრებო. ციფრებში და ზუსტად ეს ყველაფერი წავშალოთ, მე განახოთ. კარგი, ნახეთ ახლა რა ხდება, თუ გინდა შენ ტრეიდინგს დაწყება, მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ რა თქმა უნდა თავიდან გჭირდება მენტორი, ვინც გასწავლის რა არის ბაზისი, ბესიკი, როგორ უნდა ივაჭრო, რა არის space action-ი, რას უნდა მიაქცო ყურადღება გაშენ და ამის მერე შენ არ ხარ ტრეიდერი. ამის მერე სხვა შენ გაქვს ხელმოსაჭიდი იმისთვის რომ მიცოდე რას უნდა უყურო, როგორ უნდა უყურო, როგორ უნდა ივაჭრო, რას უნდა დაელოდო, რას არ უნდა დაელოდო და ასე შემდეგ. შენ იცი რა უნდა გააკეთო და რა უნდა არ გააკეთო და ამის მერე შენ ხშირად გჭირდება ხოლმე მისი დახმარება იმისთვის, რომ გახდეს თქვა მომგებიანი ტრეიდერი და რა შეცდომებსაც უშვებ, იმ შეცდომებზე მიგითითოს, რათა შენ გაუმჯობეს, ხო, იმიტომ რომ შენ თავიდან არაფერი არ იცი. მაგალითად, ავიღოთ შენ თუ გინდა ფეხბურთზე შენ თუ გინდა გამოხვიდე მაგარი ფეხბურთელი, შენ შეგიძლია იოცნებო ერთ დღეს ოქროს ბურთი რომ მოიგო, მაგრამ ხვალვე ვერ მოიგებ ამ ყველაფერს, ხო? შენ ამისთვის დაგჭირდება ძალიან ბევრი ვარჯიში, ძალიან ბევრი ტრეინერები, ძალიან ბევრი კლუბების გამოცვლა, ბევრი რაღაცის მოგება და ასე ანუ ერთ-ორ დღეში არ ხდება ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ ყოველთვის ამოხმო მეგობრებო, რომ თავიდან უნდა იცოდე რას აკეთებ და შემდეგ უნდა დაიწყო რაც შეიძლება პატარა თანხით, მე ყოველთვის ამოხმო სასურველი არის 100-დან $1000. თუ გინდა ევროებზე იგულისხმოთ, თუ გინდათ ლარებზე, ნახეთ, თავიდან როცა იწყებ შენ ტრეიდინგს, შენ როგორ სულელოდაც არ უნდა ჟღერდეს, შენ არ უნდა იყო კონცენტრირებული ფულის გაკეთებაზე. რა თქმა უნდა, შენ ტრეიდინგში ხარ იმისთვის, რომ გააკეთო ფული, მაგრამ არა იმისთვის, რომ თავიდანვე გააკეთო ფული, იმიტომ რომ შენ საერთოდ არ იცი ტრეიდინგი. როცა არის შენ ტრეიდინგი, როგორ იქნება ფოკუსირებული ფულის გაკეთებაზე, ხო? ანუ ჯერ შენ უნდა ისწავლო ტრეიდინგი. თუ შენ მაგალითად გინდა ექიმი გახდე, თავიდანვე ფოკუსირებული ვერ იქნები ოპერაციის გაკეთებაზე, თავიდანვე არ შეგიშვებენ საოპერაციაში, რომ ვიღაცას ფეხზე ოპერაცია გაუკეთო ან გულზე, ხო? ბევრი საფეხურის გავლა არის მაგისთვის საჭირო და პირველი შენ კონცენტრირებული უნდა იყო პროცესზე. ანუ ტრეიდინგის სწავლაზე, ხო, ისე ოპერაციის მაგალითი რა ვიღოთ, პირდაპირ შენ ვიღაცა გულს არ გაგაჭირებს და შენ თავიდან შენ სისხლს გაჩვევენ, გეუნებიან გულში რა ხდება, იქ რა ძარღვია, იქ რა ძარღვია, სად რა უნდა გადაჭრას, შემდეგ მერე მაღალ საფეხურზე ადიხარ, გეუნებიან როგორ უნდა გაჭრას, სხეული როგორ უნდა შეკრო და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი, ყველაფერს აქვს თავისი ლეველი, რაც უნდა გაიარო. თავიდან როცა იწყებ ტრეიდინგს, ყოველთვის უნდა იცოდე, რომ შენ თავიდან ფული რაც გექნება, იმას აუცილებლად დაკარგავ, ეს არის სწავლის ფული. მაგრამ სწავლის ფული არის სწავლის ფული იმ შემთხვევაში, თუ შენ მისი დაკარგვის შემთხვევაში ისწავლი ძალიან ბევრ რამეს. არა თუ უბრალოდ რო ჩადებ, მეორე დროს გაიღვიძებ აღარ გაგ და უბრალოდ ისე ვახლდა ინტრო. შენ ამით არაფერი არ ისწავლი. ყოველთვის ვამბობ რომ მაგალითსაც განახეთ ახლა შემდეგ, აქ გადავიდეთ პირდაპირ. ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ის $100, იმ $100 შენ შეგიძლია გააკეთო 1000-ობით ტრეიდი. თუ იმ $100-ზე იღებ ყოველ ტრეიდში 1% რისკს,
და პირველ ტრეიდში წააგე 1%, შემდეგ მეორე ტრეიდში გექნება მეორე ტრეიდინგისთვის გექნება $99 და იმ $99-ზე ისევ 1%-ს კარგავ. ანუ ბევრს გონია რომ 100%-ს 1% რომ არის $1, ანუ $100 1% არის $1. ყველას გონია რომ შეგიძლია მხოლოდ 100 ტრეიდი გააკეთო. არის მეგობრებო, ესე შენ შეგიძლია უამრავი ტრეიდი გააკეთო, იმიტომ რომ შენი ესე ვთქვათ მთლიანი კაპიტალის პატარა ლუკმებს აკლებ ხოლმე, ანუ $100 1% არის $1, შემდეგ დარჩა $99 და $99 1% არის 99 თეთრი, მერე დაგრჩება 88.1 $, 99.1 და ასე, 99.1 და ასე. ანუ $100 გამოვხდით $1 არის 99, მე 99-ს გამოვხდით 99 თეთრი არის 98.1 და ასე შემდეგ. ანუ ჩამოდიხარ ნაბიჯ ქვემოთ. და ანუ 100 ტრეიდის კი არა, უამრავი ტრეიდის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ თავიდან უნდა იცოდე, რომ შენ ყოველი ტრეიდინგის შემდეგ აუცილებლად უნდა ისწავლო რაღაც გაკვეთილი, უნდა შექმნა შენი data, უნდა შექმნა შენი დღიური, რათა ისწავლო სად უშვებ შეცდომებს, რა ტრეიდები გამოდის, როგორი ტრეიდერი ხარ შენთვის და როგორი ტრეიდებია შენთვის, როგორი ტრეიდერი ხარ შენ თვითონ, რა გინდა რომ ყოველთვის ტრეიდში იჯდე, თუ გირჩევნია დალოდება, swing trading უფრო მოგწონს, day trading უფრო მოგწონს, scalping-ი უფრო მოგწონს თუ ასე შემდეგ. ყველაფერს სჭირდება პროცესი და ამისთვის არის საჭირო რომ შენ იყო ფოკუსირებული სწავლაზე და არა ფულის გაკეთებას. ფულის გაკეთება მოდის თვითონ ავტომატურად, როცა შენ ისწავლი ტრეიდინგს და ხანდახან არის ხოლმე ეს მომენტები, რომ შენი აკაუნტი სიზდება ხოლმე და იმხილას ისწრაფით, რომ შენ თვითონაც გეშინია ხოლმე და გგონია რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და რაღაც ზღაპარში ცხოვრობ. დამიჯერეთ მეგობრებო, იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს ყველაფერი გამოცდილი და ზუსტად ვიცი რაზეც ვლაპარაკობთ. ახლა ნახეთ, კიდე განახებთ მაგალითს თუ ტრეიდინგით, როცა შენ ხარ ფოკუსირებული ტრეიდინგით და სწორ რისკ მენეჯმენტს, სწორად აქვს ყველაფერი ნასწავლ და სწორ რისკ მენეჯმენტს იყენებ, განახებთ თუ რამდენი ფულის გაკეთება შეგიძლია მაქსიმუმ და მინიმუმ, მაგალითად ავიღოთ ახლა $1000. ვთქვათ რომ შენ აქვს $1000, ნახეთ ახლა რა ხდება, არ არის საჭირო რომ ნახეთ ყველა იმაზე манипуლირებს ხოლმე რომ მე მაქვს 80%-იანი რისკ win rate-ი, 90-იანი, 100-იანი, 70-იანი უდიდესი სისულელი, შანსი არა, ვისაც გინდა გკითხეთ, რომელ პროფესიონალ ტრეიდერსაც გინდა გკითხეთ, არც მე არ მაქვს 70%-იანი, 80%-იანი win rate-ი, შეიძლება ერთი თვე, ერთი კვირა იყოს, სადაც გაგიმართლებს და გქონდეს 70%-იანი win rate-ი მაგალითად, მაგრამ ეს არის 1000-ში ერთხელ და ეს არის ფიზიკურად შეუძლებელი, იმიტომ რომ არ ხდება ესე და არც არის საჭირო რომ შენ გქონდეს უდიდესი win rate-ი, იმისთვის რომ გააკეთო ფული. 40-დან 60%-მდე არის იდეალური და ეხლა განხებთ თუ რატომ არის 40-დან 60%-მდე იდეალური win rate-ი, როცა შენ გაქვს სწორი risk management-ი. მოდი ახლა აქ ავიღოთ რომ 40%-ს არ ავიღოთ, მეგობრებო 30%-იანი win rate-ი ავიღოთ და win-loss relation ავიღოთ 3-ზე, ანუ ეს არის შენი risk reward. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ანუ შენ ამ $1000-ზე ერთ ტრეიდში რისკავ 1%-ს, აი აქ დავწეროთ 1%, ანუ შენ ერთ ტრეიდში გინდა მაქსიმუმ 1% გარისკო და ნახეთ ახლა რა ხდება თუ შენ წააგე ტრეიდში $1000-დან კარგავ $10, ხო? ანუ $1000-ს 1% $10. მაგრამ 3-ზე ნიშნავს რომ იმ შემთხვევაში თუ ტრეიდი გამოვიდა შენ იგებ მინიმუმ 3-ჯერ მეც, ანუ შენ რისკზე 3-ჯერ მეც, ანუ 3%. ეს გამოდის $30. ნახეთ ახლა ავიღოთ, მოდი ავიღოთ რომ შენ მაგალითად 1 წლის განმავლობაში იღებ რამდენი ტრეიდს ავიღოთ, მოდი ავიღოთ 1000 ტრეიდი. თუ შენ სერიოზულად უყურებ ამ სფეროს და გინდა რომ ისწავლო, 1000 ტრეიდი არის ნორმალური. შემდეგ უფრო რაც უფრო კარგი ტრეიდერი ხდები, მით უფრო მოსაწყენი ტრეიდერი ხდები, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ უფრო ნაკლებ ტრეიდებს იღებ და უფრო დიდ მონგებას აკეთებ. მაგრამ შენ როცა დასაწყისში გინდა ისწავლო ტრეიდინგი, რაც შეიძლება მეტი ტრეიდები უნდა გააკეთო, რაც შეიძლება პატარა რისკით, იმის რომ რაც შეიძლება მალე ისწავლო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ვინც უფრო მეტ ტრეიდს აკეთებს, ის უფრო მეტ სწავლობს, არა თუ ვინც უფრო დიდ დროს ატარებს ჩარტებთან, ის უფრო მეტ სწავლობს, არა ეგრე არ არის. რა თუ გინდა შენი მთელი ცხოვრება გაატარე ჩარტებთან, თუ არასდროს არაფერი არ გააკეთები და ტრეიდები არ აგიღია, რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ ისწავლ თუ რა არის ტრეიდინგი, ასე რომ თუ გინდა სწრაფად სწავლა, უნდა გააკეთო რაც შეიძლება მეტი ტრეიდები. ნახეთ ახლა რა ხდება. ვაკეთებ 1000 ტრეიდს 1 წლის განმავლობაში და number of lines, ანუ რამდენი სცენარი შეიძლება განვითარდეს, მოდი ავიღოთ 100, ანუ რას ნიშნავს ეს? ყველა ეს სული და ყველაზე კარგი სცენარი, ანუ პირველი და ბოლო იქნება, ანუ ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სცენარი გვექნება და მე გვექნება შუალედი თუ
რა მინიმუმ რამდენი შეიძლება, მაქსიმუმ რამდენი შეიძლება წავაგოთ და რამდენი შეიძლება მოიგოთ და ასე შემდეგ. ანუ 100 სცენარს განვიხილოთ. ну 100 სხვადასხვა სცენარის განხილვა მოხდება ყველაფერი. შემდეგ დავინახავთ აქ ყველაფერს. ანუ ჩვენ რისკავთ 1%-ს ტრეიდში და 100 ესე ვთქვათ სცენარი გვინდა თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სცენარები და ვიღებთ 1000 ტრეიდს. ну ერთ ვთქვათ რომ ერთ წელზე ვანგარიშობთ ყველაფერს და ვიღებთ ერთ წელს განმავლობაში 1000 ტრეიდი, რაც ნორმალური არის იმისთვის თუ შენ გინდა გახდე მომგებიანი ტრეიდერი. მოდი ახლა გამოვიანგარიშოთ ეს ყველაფერი და ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. ყველაზე კარგ შემთხვევაში, ნახე შენ რამდენი თანხა გექნებოდა, ყველაზე კარგ შემთხვევაში თუ ძალიან მაგარი ტრეიდერი ხარ და კარგი დიდი win rate გაქვს, ანუ 30%-ზე 30% ან 30%-ზე მეტი win rate, ნახეთ რა ხდება. შენი კაპიტალი 1 წლის შემდეგ იქნებოდა 5000-ზე მეტი. ანუ შენ კაპიტალზე აკეთებ 5x. წარმოიდგინე. 5x რამინე 500%, ხო? შენ ყველა რო ელოდება ხოლმე რომ იმ ერთ საოცარ კოინს რომ 10 და 20x-ი გააკეთოთ. ნახეთ რა ხდება, როცა შენ ხარ ტრეიდერი, შენ შეგიძლია ყოველთვის გააკეთო რამოდენიმე x-ები წლების განმავლობაში და შენ თუ ლოგიკურად შევხედავთ, ყოველ ტრეიდში აკეთებ 3x. ოღონდ შენ რისკზე, არა თუ შენ კაპიტალზე, არამედ შენ რისკზე აკეთებ 3x. შენ თუ რისკავ 1-ს აკეთებ 3-ჯერ მეც, ანუ 3x, ხო? ანუ ეს არის ყველაზე კარგი შემთხვევა და შემდეგ აგვს ყველაზე ცუდი შემთხვევა და ყველაზე ცუდი შემთხვევაში ჩვენ წესით მოგებაში უნდა იყო, ანუ ნახოთ. პაპ. აუ, აქ 50000 ყოფილა, 5000 არ ყოფილა მეგობრებო. სულად ჩავწერეთ ყველაფერი 1000 ტრეიდი. კი ბატონო. კარგი, ანუ 5000 კი არა, 50000 ყოფილა მეგობრებო, აი, უps. აი აქ გვეუბნება რომ მაქსიმუმი რაც შეიძლება ყველაზე კარგ შემთხვევაში შენ გექნებოდა $53000, რაც არალოგიკური არის, ანუ ამ მიზნით არ უნდა ევაჭო შენ, იმიტომ რომ $1000 53000 რო გახადო თეორიაში ვხედავთ რომ არ შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკაში ჩემი აზრით ძალიან ძნელი იქნება, არ იქნება ეს ადვილი. ყველაზე კარგ შემთხვევაში გექნებოდა 53000 და ყველაზე ცუდ შემთხვევაში გექნებოდა $601, ანუ შენ გექნებოდა რაღაც 40%-იანი წაგება ერთ წელს განმავლობაში, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება, ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი, მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, თუ შენ 1000 ტრეიდს გააკეთებდით, წარმოიდგინე იმ 1000 ტრეიდიდან რამდენს ისწავლიდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანი, ვინც 1000 ტრეიდს აკეთებს, იმ 1000 ტრეიდის შემდეგ მას შეუძლია თქვას, რომ მას აქვს გამოცდილება და ის არის მზად იმისთვის, რომ დაიწყოს, ესე ვთქვათ, მოგების გაკეთება და ჩემი აზრით ყველაზე ცუდი ისიც არ უნდა ავიღოთ, აი აქ $600, 600 ევრო, ანუ ჩვენ დავუკარგეთ ესე ვთქვათ 40%, ანუ ცუდი ისიც, ყველაზე ცუდი ისიც არ უნდა ავიღოთ, პერფორმანსით შეგვიძლია საშუალოზე ვიანგარიშო და საშუალო შემთხვევაში შენ შეიძლება გქონდა $7000, რაც 7x-ია და არც ეს არ არის ძალიან ცუდი, ესეც ძალიან იდეალურია. ეს არის ეს შავი ხაზი, ანუ შენ ნელა მიდიხარ ახლა, აი ეს შავი ხაზი. შემდეგ ექნებოდა ესე ვთქვათ პლუს მინუს 7000 ევრომდე, იმიტომ რომ average performance არის ეს შავი, მაგრამ ეგეც არ არის საჭირო, ანუ თავიდან ყოველთვის ვამბობ, რომ არ არის საჭირო შენ მოგებაზე იფიქრო, უბრალოდ იფიქრე შენ რისკ მენეჯმენტზე, იფიქრე შენ რისკ რევარზე, იფიქრე შენ რისკ პროცენტზე, იმ 1%-ზე, რასაც შენ აი 1%-ზე, რაც შენ ყოველ ტრეიდში იმაშვები რისკა და იფიქრე იმაზე, რომ შენი 10 ტრეიდიდან მხოლოდ და მხოლოდ 3 უნდა იყოს კარგი. იმის რომ გააკეთო კარგი ფული, მაგრამ თუ არის იმაზე მეტი, მე უკვე ძალიან ბევრ ფულს აკეთებ ხოლმე 40-50%. თუ გაქვს win rate, მაშინ შენ ხარ ძალიან მაგარი ტრეიდერი და ძალიან მაგარ თანხას აკეთებ, მით უმეტეს თუ შენი რისკი, ანუ ეს არის ყველაზე მთავარი risk reward-ი რამდენი იქნება, იმიტომ risk reward-ი თუ არის ცუდი, ახლა მაგალითად 2-ზე რო გავაკეთოთ, ნახეთ drawdown-შიც იქნება, ანუ 1-2-ზე თუ გექნება შენ risk reward-ი, ეს საშუალო თანხა ჩამოდის ქვემოთ. ხო ხედავთ $1000-დან საშუალოდ ჩამოდის ქვემოთ, მაგრამ თუ გექნება 3-ზე, ეს საშუალო უკვე ნელა მაღლაა, ანუ ქვემოთ არ ჩამოდის. თუ იქნება მაგალითად 5-ზე, მე უკვე სასწავლო თანხებს დავინახავთ ალბათ აქ. კი ბატონო. მაქსიმუმი შეიძლება გქონდეს მილიონობით. რაც ძალიან ბევრია და არ არის ეს საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ თავიდან ვსწავლობთ ტრეიდინგს, ან მიზანია ვისწავლოთ ტრეიდინგი.
და შეგვიძლია მივყვეთ ამ საშუალოს, საშუალოც არ არის აუცილებელი, მაგაზე ქვემოთაც რომ იყო, შენ აკეთებ რაც მთავარია მოგებას. აი აქაც რომ იყო 1000-1200 არ აქვს მნიშვნელობა, შენ აკეთებ მოგებას. ეს არის ყველაზე მთავარი მეგობრებო. აი აქ თუ ავიღეთ, აქ არის უკვე 5000 და ასე შემდგომ. საშუალოც რომ იყოს, საშუალოზე ქვემოთაც რომ იყოს, რაც თავად შენ აკეთებ მოგებას, მაგრამ ყველას უდიც რომ იყოს მეგობრებო, შენ აკეთებ შენ იღებ გამოცდილებას, რაც აუცილებლად დაგეხმარება, რომ მომავალში აუცილებლად გააკეთებ ფულს. ეხლა გადავიდეთ ჩემგზე მეგობრებო, ტრეიდინგი არის ძალიან კარგი, მაგარი და ასე შემდეგ, შენ ყოველთვის შეგიძლია ფულის გაკეთება, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ ინვესტიციებიც არის ძალიან აუცილებელი. შენ ინვესტიციის ძალიან ბევრი რამე არსებობს, ძალიან ბევრი რამე შეგიძლია გააკეთო ინვესტიცია, რაც აი ყველაზე დიდი სულელების რომ მაგას შეგიძლია გააკეთო ფული, ალბათ მაგათად პოკემონის კარტები მე მაგის გაგებაში არა ვარ, მაგრამ აკეთებენ ხალხი ხო ფულს. შეგიძლია ესე ვთქვათ, ნახატებში გააკეთო ფული, შეგიძლია ვისკში გააკეთო ინვესტიცია, შეგიძლია აქციებში გააკეთო ინვესტიცია, უქროვერსში გააკეთო ინვესტიცია, ბიტკოინში, არ აქვს მნიშვნელობა ინვესტიციაში. ყველა ძალიან ბევრი რამე შეგიძლია გააკეთო ინვესტიცია, სადაც გააკეთებ ფულს საათებში შეგიძლია გააკეთო და ასე შემდეგ. ფეხსაცმელშიც მაგალითად ამერიკაში ვიცით რომ ფეხსაცმელში აკეთებენ ხოლმე ინვესტიციას და ასე შემდეგ. არ უნდა გაუწყოთ რომ ინვესტიციაც არის აუცილებელი, მაგრამ რაც უნდა შეგვეშალოს არის ის რომ ინვესტიცია და ტრეიდინგი ერთმანეთში არ უნდა შევარდოთ. ანუ შენ ერთ აკაუნტზე არ შეიძლება რომ თან ინვესტორი იყო და თან ტრეიდერი. ეს ორი უნდა გავყოთ ერთმანეთისგან და ცალ-ცალკე უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მე მაგალითად ინვესტიციებს რო ვაკეთებ რაღაცაში, მე ყოველთვის ვუყურებ რა არის, როცა შენ იცი რა არის ტექნიკური ანალიზი და აკეთებ ტექნიკურ ანალიზს, მე ზუსტად ვიცი, როდის არის გარკვეული რაღაცა ძვირი და გარკვეული ასეთი რის იყიდვაც მინდა ძვირი და როდის არის იაფი, ხო? ამიტომ როცა ვიცი რომ ფასი შეიძლება დავარდეს და ახლა არის ძალიან ძვირი, რა თქმა უნდა, მე დაველოდები, რომ ფასი დავარდეს და შემდეგ ვიყიდე, მაგრამ მე განიშნავს იმას, რომ მე მანდ ვივაჭრებ, როგორც ჩემ ვაჭრობის აკაუნტზე ვაკეთებ, day trading-ის აკაუნტზე და მეორე დღეს ან მესამე დღეს 2-3% რო აიმართოს, ეგრევე გავყიდი და მე ისევ ამაზე ვივაჭრებ. არა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ორი სხვადასხვა აკაუნტზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ინვესტიციას რო აკეთებ, შეგიძლია შეხედო ხოლმე ჩარტებს და თუ არ შენთვის ძვირი დაელო და სამ ჩემო ქვემოთ. მაგრამ არ უნდა იყოს მიზანი, რომ შენ ერთ აკაუნტზე თან ივაჭრო, თან გააკეთო ინვესტიცია. ყოველთვის ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ მეც რა თქმა უნდა ვარ ტრეიდერი, მაგრამ მაქვს სხვადასხვა საფულეები, სხვადასხვა ინვესტიციები, სადაც ვაკეთებ ინვესტიციებს და ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. გამოვიანგარიშოთ შენი თიური, მაგალითად რო დაგეწყო ბიტკოინში ინვესტიცია წლების წინ, რამხელა თანხის გაკეთება შეგეძლებოდა დღეს, ანუ ჩვენ აქ შეგვიძლია ვნახოთ რამდენი ფული გექნება სუმთლიანობაში გაკეთებული ინვესტიცია და ბოლოს უკვე რამხელა მოგება გექნებოდა გაკეთებული. მონდლი ავიღოთ რომ შენ ვთქვათ რომ შენ ყოველთვიურად აკეთებ ინვესტიციას. ნახეთ მეგობრებო, რა თქმა უნდა, მილიონები, 100.000-ები, 50.000-ები და დიდი თანხები არის ძალიან მიმზიდველი, მაგრამ შენ თუ არ შეგიძლია შენი $100 აკაუნტი გაორმაგო, დიდ თანხებს როგორ მოვლი, ანუ დიდ თანხებთან როგორი ურთიერთობა გექნება, ხო? როცა შენ თავს დაუმტკიცებ, რომ შეგიძლია იმ $10, იმ $100 გაორმაგება, ოღონ არა ესე თვალებს რომ დახუჭავ რაღაც სულელურ კოინს იყიდი და მე გაორმაგდება, ეგრე არა. როცა შენ თავს დაუმტკიცებ, რომ მუდმივად შეგიძლია იმ $10-ს, $100 გაორმაგება, მაშინ შენ შეგიძლია იგივე პრინციპით 1000-იც, 10.000 და 100.000-იც გაორმაგო. და ხოლმე მაგ შემთხვევაში შეგიძლია შემდეგ უფრო დიდი თანხებით ივაჭრო ხომ, ხო, მაგრამ შენ თავიდან აუცილებელია შენ თავს დაუმტკიცო, რომ პატარა თანხითაც შეგიძლია ეს ყველაფერი. ამიტომ თანხებს არასდროს არ უყუროთ ხოლმე მეგობრებო, ყოველთვის უყურეთ პროცენტზე. ანუ შენ შეიძლება აქ რომ $2400-დან $4000 გაორმაგებაც არ არის, ხო? 68%-ია. რა არის ეს დიდი არაფერი არ არის. $1600-ია პლუს მინუს 2 წელში, ხო? არ არის ეს ჩემთვის საინტერესო, მაგრამ შეხედეთ პროცენტებს მეგობრებო. ანუ თუ შენ $100 არა და $1000 დაკეთებდი. ან $10,000 დაკეთებდი. თქვათ რომ $10,000 დაკეთებდი, ყოველთვიურად 2 წლის განმავლობაში ინვესტიციას. ნახეთ, 2 წლის შემდეგ ისევ 3% იგივე რჩება, მაგრამ თანხა არის საგდიდი. 160,000 უკვე დიდი ფულია, ხო? მაგრამ შენ თუ ამ პატარა ნაბიჯებს არ გამოვლი, რაც არის საჭირო, გამოიარო იმის, რომ მე უკვე დიდ თანხებთან გქონდეს შეხება, რა თქმა უნდა, არასდროს გექნება იმის შანსი, რომ დიდ თანხებთან გქონდეს შეხება, ხო? ამიტომ ყოველთვის აუცილებელი არის დაიწყო პატარა თანხები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ძალიან ლამაზი ხაზი არის და მაღლა ადის, ესე ვთქვათ, შენი ინვესტიცია, მაგრამ არ არის საჭირო ეს ყველაფერი ესე იყოს. გადავიდეთ 6 წლის წინ მაგალითად. ვთქვათ, რომ 6 წელი აკეთებ მთლიანად ინვესტიციას. ნახე, როგორ გამოიყურება შენი ჩარტი.
ანუ 6 წლის განმავლობაში ვთქვათ, რომ შენ ყოველთვიურად აკეთებდი $100 ინვესტიციას. 6 წლის შემდეგ, ანუ 6 წლიდან დღესდღეობით, შენ გექნებოდა $7,200 ინვესტირებული, ანუ შენი ჯიბიდან $7,200 გექნებოდა ინვესტირებული და შენი საფულის ღირებულება, ანუ ყოველთვიურად რომ გეყიდა, არა, როცა დავარდება და როცა იწევა. უბრალოდ ყოველთვიურად თვალდახუჭული ბრმად რომ გეყიდა. dollar cost average, ანუ დეცია რომ გაიგეკეთებინა. მხოლოდ ბიტკოინში. შენ 6 წლის შემდეგ გექნებოდა $30,000 გაკეთებული თითქმის, რაც არის 300%-ზე მეტი, ანუ 3x, რაც არის იდეალური, მეგობრებო, ანუ წარმოიდგინე უფრო მეტი თანხით რო გექნა, ან როცა ფასი გვერდზე თუ გექნებოდა ფული გადადებული დიდ დროპებზე, ხოლმე როცა იყო ესეთი დროპები, უფრო მეტის რომ გეყიდა ხოლმე რომ დაგემატებინა 300-200 აქაც დროპები რო გქონდა აქ რომ $100 მაგივრად უფრო და უფრო მეტი გეყიდა ხოლმე, აქ უფრო და უფრო დიდი ესე ვთქვათ პროცენტები და დიდი ფული გექნებოდა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ დესიას ვაკეთებ ყოველთვიურად $100 და მინდა განახოთ იმის ზალა, თუ რა ზალა აქვს ინვესტიციას 6 წლის შემდეგ შენ გააკეთე უბრალოდ 300%, რაც არის იდეალური. ანუ შენ ყოველთვის 10, ეხლა შენ ეს რომ გაგეკეთებინა, შენ წარმოიდგინე რომ 100 ნაბიჯით წინ ხარ, 100 ნაბიჯით წინ ხარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვინც დღეს იწყებს დეციას გაკეთებას. რა თქმა უნდა, არც დღეს არ არის დეციას გაკეთება და ყოველთვის შეიძლება ინვესტიციის დაწყება. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბიტკოინზე თუ სხვა რამეზე, რა თქმა უნდა, ბიტკოინი ახლა ძალიან მაღლა არის, ძალიან ძვირია. შეიძლება თუ არა კიდე 5x-ი გააკეთოს ამ ბულრანზე, შესაძლებელია, მაგრამ შენ არ გაქვს ამის გარანტია, იცი რომ ძალიან ძვირი არის და შენთვის არ არის საინტერესო ახლა ინვესტიციების გაკეთება, იმიტომ რომ დიდი რევარდი შეიძლება აღარ იყოს. მან შეიძლება გააკეთოს 20-40%, მაგრამ ბევრს ვიცი რომ 20-40% არ ყოფს ხოლმე, იმიტომ რომ პატარა თანხებით არიან შესულები, როცა 40% ძალიან მაგარით თანხა, ან ძალიან პროცენტულობაში ძალიან დიდი პროცენტი არის, ხო? უნდა იცოდე რომ რაც შენ ადრე დაიწყებ ამ დეციას და დისციპლინებურად მიყვები ყოველთვიურად ინვესტიციას, წლების განმავლობაში, ანუ 6 წლის შემდეგ წარმოიდგინე რომ შენ გექნებოდა 308% ჯერ მეტი, ანუ 3.8 ჯერ მეტი, ანუ თითქმის $30,000 მეგობრებო, რაც არის იდეალური. და მე ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე, რომ ხშირად აქ წყვეტენ ხოლმე ინვესტიციას, აქ წყვეტენ ხოლმე ინვესტიციას, როცა პირიქით უნდა დაამატო ხოლმე და ყველას რატო მოვიხმარე ეს ვთქვათ ეს საიტიც ამ ვიდეოში, იმიტომ რომ ეს არის ის ძნელი ნაბიჯები, რაც უნდა გამოიარო. ბევრს არ აქვს იმის დისციპლინა და იმის თანმიმდევრობა, იმის კონსისტენცია, რომ ეს გააკეთოს ყოველთვიურად. ახლა მეც ვაკეთებ ყოველთვიურად სხვადასხვა ასეტებში ინვესტიციას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიტკოინი არ არის, მეგობრებო, ძალიან ბევრი სხვადასხვა ასეტებია, რასაც ყველაფერს ესე ვთქვათ, თქვენს გაგიმხელთ. უბრალოდ მე ველოდები რაღაცებს იმისთვის, რომ რასაც მე თქვენ გაგიზიარებთ, მინდა რომ საშუალება გქონდეს, რომ თქვენს გააკეთოთ, ამიტომ მე რაღაცებს ვარკვევ. მაგალითად, ოქრო და ველზე ინვესტიციაც ძალიან ბევრი მეკითხება. ჩვენ twinda გავაკეთოთ საქართველოსთან, მაგრამ ეგეთი საინვესტიციო მონეტები არ არის, ძალიან ბევრი ამერიკიდან, იტალიიდან, გერმანიიდან აშენ და რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ და აშენ. თან ყველა მისით რომ ფიზიკურად ეს ვთქვათ ვერცხლის და ოქროს ყიდვა შეიძლება საერთო იყოს, როცა ის მიაღწევს რაღაც გარკვეულ რაოდენობას, ხო? რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო, არ მგონია შუდად გეძინოს, როცა იცი რომ შენ სახლში რამოდენიმე კილოთ ოქრო ან ვერცხლი აქვს, ხო? ამიტომ არც თუ ის საინტერესო რომ ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ფიზიკური ვერცხლი და ოქრო ვიყიდოთ, ამიტომ მე ონლაინში ვაკეთებ ამ ყველაფერს ინვესტიციას და ამ ყველაფერს ვარკვევ თუ როგორ გადმოვიტანო თქვენთან, რომ თქვენ შეძლოთ ამ ყველაფერს გაკეთება, რაც მე ვაკეთებ, ასე რომ უნდა ვიცოდეთ, რომ მეც ყოველთვის ვაკეთებ ინვესტიციებს, მეგობრებო, მარტო ტრეიდინგზე მე არა ვარ ფოკუსირებული. ტრეიდინგი რა თქმა უნდა არის ის რაც ძალიან მიყვარს და ამით ყოველდღიურად ვარ დაკავებული, მაგრამ მე მარტო ამაზე არ ვარ დამოკიდებული, არც ტრეიდერი და არც ინვესტორი არ არის ხოლმე ერთ შემოსავალზე დამოკიდებული, შენ უნდა გქონდეს რამოდენიმე შემოსავალი, იმიტომ იმისთვის რომ იყო ფინანსურად მყარი და ძლიერი. მეგობრებო, სულ ეს იყო ეს ვიდეო და მინდა გირჩიოთ, რომ ნუ აარიდებთ თავს, თუ თქვენ მართლა სერიოზულად გინდათ ამ სფეროში ჩაღრმავება და აქ ფულის გაკეთება, გირჩევთ, რომ ნუ აარიდებთ თავს იმ საფეხურების და მომენტების და წნეხის გავლას, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიოთ თქვენ მიზანს. ყოველთვის არის თავგანწირვა, sacrifices იმისთვის, რომ შენ რაღაცა უნდა დათმო, იმისთვის, რომ მიაღწიო რაღაცას. გინდა გახდე ტოპ სპორტსმენი, ძალიან ბევრი რაღაცის დათმობა მოგიწევს. მოგიწევს გემრიელი საჭმელების დათმობა, შეიძლება შენ ოჯახის დათმობაც მოგიწევს, იმიტომ რომ სულ წასული ხარ, სულ ვარჯიშობ, მეგობრების დათმობა მოგიწევს, შეიძლება
ძალიან ძვირფასი ადამიანების დათვობა მოგიწევს იმისთვის, რომ შენ მიაღწევ შენ მიზანს. ამას ხშირ შემთხვევაში ეგოისტობას იწეხიან ხოლმე, რაზეც მე ადრე ძალიან ესე ვთქვათ, გულზე ხვდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა მე საერთოდ არ მაინტერესებს, უკვე დიდი ხანი არ მაინტერესებს, ვინაც ფიქრობს ჩემზე. იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ, როცა მე მაგას მეუბნებიან, რომ აი ან ყურადღებას არ მაქვს, ან შენი დრო გჭირდება და აშენ-გაშენ. მე მათ ჩამოუწერ ჩემ მიზნებს და რა მინდა ცხოვრებაში რა. ან რისი ყიდვა გინდა, მაგალითად, შენი მიზანი თუ არის, რომ მაგარი მანქანა ყავდეს, რომელიც 100,000 დოლარი დოლარი ღირს, ან ყოველწლიურად გინდა ძალიან მაგარა ადგილზე დასვენება წახვიდე, ეგეთი რაღაცები უნდა ჩამოწერ და მისცე იმ ადამიანს და უთხრა, რომ ერთი ცალი ამოირჩიე, რომლის შესრულება შეგიძლია ჩემთვის და შენ თუ შეგიძლია ამ ერთი რაღაცის ჩემთვის შესრულება, მე შემიძლია კვირაში ერთხელ კი არა, ყოველდღე შენთან ვიყო და ჩემი დრო ეს 100% დაგითმო ერთ რაღაცას მაინც თუ შემისვლო. შეგიძლიათ ეგ ცადოთ, ან შეგიძლიათ ჩემთან მე დამიჯეროთ, ზუსტად ვიცი მათი პასუხი რაც იქნება, არ შემიძლია, არ შეუძლიათ. ამიტომ შენ კი არ ხარ ეგოისტები, ისინი არიან ეგოისტები, იმიტომ რომ ისინი შენ პირიქით ხელს გიშლიან შენი მიზნების მიღწევაში. ასე რომ მეგობრებო, თუ თქვენ ხართ ამ სფეროთი სერიოზულად დაინტერესებული და მართლა გინდათ რომ რაიმეს მიაღწიოთ ამ სფეროში, უბრალოდ გირჩევთ რომ გააკეთოთ ის, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიოთ წარმატება. აქ არ არის არანაირი შორტკუტი. აქ უნდა გააკეთო ის, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე მომგებიანი ტრედერი ან ინვესტორი და ეს ყველაფერი არის, ძალიან ამ პატარა ვიდეოში რაც ჩავტიე, ყველაფერი გითხარით, მაგრამ მე უფრო დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული, ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, რისიც ძალიან მადლიერება ვარ, იმიტომ რომ ამ შეცდომების გარეშე მე არანაირი შანსი არ მქონდა იმისთვის, რომ დღეს ყოფილიყავი იქ, სადაც ვარ და მქონდა ის ცნობადობა და ის ცნობიერება, რაც მაქვს მე ახლა.